ჩვენს უკვე შეჩოულ გამომწერებს და მაყურებლებს, ვინც უკვე გვიცნობთ ჩვენი არხიდან, ნიკა, მე და ნიკუშა. და დღე დადგა მეგობრებო იმის, რასაც აქამდე ამომდა გიყვებოდით, რომ მივდივართ მერაბ დვალიშვილთან გადატენილი კამერით. ექსკლუზიური ინტერვიუს ჩასაწერად. ხო, აბა ნიკუშ შენ გვანახე როგორ ყველა ვაფშე რითაც ჩამოვედით ნიუ-იორკიდან. იმედია ყველაფერი ექსპრომტად და კარგად გამოვა. ვცდილობთ რომ არ იყოს რაღაც დავარცხნილი და ისეთი ვიდეო როგორც გვინახავთ და გინახავთ თქვენ. ამიტომ ნახოთ რა გამოგვივა. წარმატებები ჩვენ, წარმატებები თქვენ და გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო. ეს ვლოგიც დაიწყო, ამ ვლოგში ნახავთ რაღაც ნაწილ-ნაწილებს. დღევანდელი ინტერვიუს გადაღებებიდან და დანარჩენს უკვე ოფიციალურ ვიდეოში ეხილავთ. მადლობა აუცილებლად უნდა უთხრათ ჩვენ მეგობარ კლინიკას You Health მეგობრობისთვის დოქტორ მაიქს, დათოს, ელენეს, ნინის, ანის გოგოებს ყველას. მოკითხვა ვეგასიდან. ასევე მადლობა რა თქმა უნდა GA Logistics ჩვენი პარტნიორი მეგობარი ყოველთვის და ჩვენს გვერდით მდგომი. ასევე ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ რესტორან უბანს ამ ვოიაჟის პარტნიორს რა თქმა უნდა. Georgian Star-ი და Sendexi. მადლობა ორივეს ჩვენს გვერდში დგომისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა უშუალოდ ვიდეოს პარტნიორს და ვოიაჟის პარტნიორს ELT ჯგუფს, სამშენებლო კომპანიას. მადლობა მეგობრებო, ELT ჯგუფი ჩვენი მეგობარია, ჩვენი არხის მეგობარია და ამ ვოიაჟის კონკრეტულად. მოკლედ წარმატებები ჩვენ, წარმატებები თქვენ ყველას და უყურეთ ამ ვიდეოს. ძალიან საინტერესო რაღაცებს ნახავთ, მე მგონი საინტერესო დღე გამოგვივა დღესაც. ექსკლუზიური ინტერვიუს ერთი დღე უნდა გავატაროთ მერაბთან. ვიცით რომ 7 ივნისს მას ჩაენიშნა ბრძოლა განმეორებითი რემატჩი შონომალისთან. ეხლა მერაბისთან ვართ სახში, ველოდებით, უნდა გავყვეთ ვარჯიშზე. ჰაი. რა ხარ ძმა? ჩეგე. ხო, ნაქვე გილოცავ განმეორებითი რემატჩს. როგორი განწყობა გაქვს? გამოცდილი ყავს ახლა და რაღაცები იცი ბევრი რამე. ხო, კი, მაგრამ ცოტა უსაური შეგნება, ხო, ანუ ეხლა როგორ იცი, რომ ხვდები ჩხუბები მაგითო? არა, ეგ ხურობით, მაგრამ და ახალ მოწინააღმდეგეს რო ხვდები, ახალი мотиваცია გაქვს. და ახალი ამოცანა გაქვს ხა რაღაცა და ომალის რო ვებძოლე, იმდენად თუნდაც ხალხიც აუშენ ხო ამას უკვე მოუგე, ეგრე მოუგებ, მაგრამ ნუ ერთ თავი რამე ხვდები, ერთ რამე შეცდომას ვიცი არ მაპატიებს რა ომალი რა და ამიტომ ხო საპასუხისგებლოა რა, ანუ ისე პონჩი, ანუ ეხლა შეხლა ის იყო ჩემპიონი და მე ვიყავი ჩელენჯერი რა, ანუ მე და ანუ ეხლა მე ვარ ჩემპიონი, ისა ჩელენჯერი და ანუ ის უფრო შეერე იმას უფრო წყურითან ის გამოასწორებს ბევრ შეცდომას ბრძოლაში დარწმუნებული ვარ რომ ბევრი რამე თავიდან იმის გეგმა არ იმუშავა რა. ეხლა შეცვლის გეგმას, ეხლა უკვე სხვა ტაქტიკით გამოვა და ანუ მოხდა ანუ არა ეგრე ანუ როგორც გამოსწორდიო. ხო რა. ყველაფერს დაალება თავი. ვა. ეს ძალიან ცნობილი პოდკასტები მერაბის, ვისაც ნანახი გაქვთ და უყურებთ. ზედათ ხდება აი აქედან, მაშინ ძალიან მომწონს შენი ლოკო მერაბა, აი ძალიან მაგრად მომწონს რა. და ძალიან მაგარია. აი მართლა დიდი ენერგეტიკა მოაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ენერგეტიკა და ის ენერგეტიკა რომელიც ნიუ-ჯერსიში იქნება 7 ივნისს მერაბ აი ამ კამარს კიდევ ერთხელ დაგიტოვებს შენ რა თქმა უნდა და არც არავის არ გავატანთ. YouTube მაჩუკა ძმაო მეც. ვა 100,000 გილოცა. ჩვენს მეტი ვართ. კი, ჩვენს გადმოგხსნოდეს ეგ წყალი მერაბ. აი დაცხეთ. მომენტა გამოიწევდა გეოპროდაქშენ. თანით ჩეჩენი ძმა ხასენ. ვიდეოებიდან ვისწავთ. აი, how are you brother? შორის ჩეჩენი არის, ჩეჩეთიდან არის და ხო უმარას რო ხვდებოდი, უმარლომა გამედოს, მაშინ მოკლედ მაშინ ვარჯიშობდი ამასთან და კარგად ამასთან ჭიდაობდი რა. და ეხლა აღარ ჭიდავ უკვე ომალის სამხრამის ჭიდაობა სად აქვს და ეხლა ფიზიკურად დიდია ჩემზე და საერთაშორისო სახელი ეხლა ნუ ხინკალი ნამდა ხე ორივე აწერია რა. ნებისმიერ შტატში ამერიკაში ოღონ
გაგზავნის დღეები არის ორშაბათი და ოთხშაბათი. ჯერ ჯერჯერობით მარტო ონლაინზე ვყიდით რა. ვიფიქროთ მე მაგაზე. ხო, ანუ იმის თქვა მიდოდა ნიუ-იორკშიც ბევრგან ვერ შეჭამ კარგი ხინკალს რა, ეს აღსანიშნავია. მაგრამ არის რამოდენიმე რესტორანი, მაგალითად ჩვენ გავსინჯეთ უბანი რესტორანი, თუ იცი, იქ არის ძალიან გემრიელი ხინკალი. და ჩამოხვალ ნიუ-იორკში, გეპატიჟები ძმაო და რესტორანი უბანი, კი. ძალიან გემრიელი ხინკალი აქვს. და ვიყავ უცოტა. ცხოვრობდი მაშინ არის. სამი ფილიალია თუ არ ვცდები, ხო? მანჰეტენზე აქვს, მიდტაუნში, დაუნტაუნში აქვს და ბრუკლინ ბეიჯი. მერაბის სახლი. და ქვემოთ აქვს მოწყობილი სავარჯიშო დარბაზი, სხვადასხვა თავისი ხელით გააკეთა ეს ყველაფერი, ეს აღსანიშნავია. ეს თუ იცანით რა არის? თუ იცი რა არის კაიშენ? კი, წონის კლების ეს ყველაზე საშინელი. Welcome to Merab, the machine. Ვატულიკ. აი ძმაო, ოქტაგონი. სინდიკატში იქნებ, ხო? დავაი. მარჯვენა ავიღე. ხელია მიღე. აქ კამ ხო? ჩავდი. ოა, ხებსი ბიჭო. ჩემპიონი დავაგდე. მაგარია რა, მაგარი ხარ. მაგარი ხარ და. დარწმუნებული ვარო 7 ივნის ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ როგორც იქნება ოქტაგონზე ბრძოლა, მერაბისგან ეს იქნება ტრიბუნებზე ქართველი გულშემატკივრის ბრძოლა და წარმატებები ჩემო ძმაო რა. მიხარია რა. მგონია ყველაზე მეტი ქართველი იქნება. Of course. არის. სალმოვედით მერაბ. სადაც აუდიოლის ვარჯიშობ ხოლმე. სინდიკატ MMA ქვია. და ვარჯიში, ძირითადად პირველი ვარჯიში აქ ხოლმე რა, კედრის მერე მეორე ნახევარს ხოდან მივიდოდი. ალეკო. როგორ ახლა? ვადენი თვალს მაგარი. ხო, რა რაღაც კაცის ნახე. ხო, დავიწყე ამ ჩვენი ამ საქმის ამბები. მოდი ხარ ხო ბრძოლაზე? აპირებ. ხო და მე ავტერპარი და გულაობაც ჩვენზე არის. ას ვაკეთებთ კარგის ეს გემრიელი თავის ქართული ამბებით და იმით და მოკლედ მაგარი. კაი ფორმაში ხარ ძმა? სტილოს ვარ. როგორ მედის ვარჯიშები? ტიგრულად რა, მზადები ხა. რა გვაქვს ბრძოლები რა, ხა ბრძოლას მაისში სადა. არა, ჯერა. ჯერ საერთოდ ბრძოლა ისე. თეორია ბრძოლა მინდა. კი. კი, შედეგები იყოს კარგი რა, უკვე ესე შედიხარ ფორმაში მაგრამ და განმოგარი და წარმატებები ძმა და მიხარია რომ ესე ყოჩაღად ხარ ამ ამბავში რა. გამიხარდეთ ხო? მეც მომეც გამიხარდა და წავყვეთ. ვარჯიშ ძალიან დიდი დრომი აქვს, როგორც ვიხარი და შეურდე ვარჯიშობ და დილით ვიხუძე პირდაპირ ვარჯიშზე მივდივარ. საათზე ვშები, მე წყლის გადავლება, ამოსუქვა, ცოტა ჭამა, მე ემაილზე შევდივარ, ας პასუხობ რაღაც ზარი ოჯახში, ზარი ახლობებთან, ზარი საქმეზე და ცოტა ხანში ისევ ახალი ვარჯიში მოხდა, ისევ დაღლილი, ისევ მივდივარ სახში და რავე, სოციალურ მედიას გადაავლო თვალიან, ვიდეოს გადაღება მინდა, რაღაც ის რა, დრო მიდის ამ და მე კიდე ვიღაცას დამატების დღე ვაქვს, ვიღაცას ხვდები, რაღაცა ხდება, ანუ დადი რომ მთელი დღე მიაქვს რა, ყველაფერს და აქ შედარებით ვახერხებ მაგას რა. ნიუ-იორკში ეხაც რომ ჩამოდივარ ხოლმე, ის მისდება. მოკლედ შევა მერაბი ვარჯიშებს ის მეგობრებთან ერთად ჩაატარებს პირველ ვარჯიშს ვიდეოსთან დაკავშირებით ვიღებ ვლოგსაც და მადლობა მერაბ ვიდეო საინტერესო გამოდის ნამდვილად და აი მაიკები მოგცვა მეგობრებო გამომწერებო და ერთ-ერთ მაიკას მოვაწერილებთ ახლა ხელს და გავათამაშებთ პირობები მარტივია გამოიწერეთ ჩვენი არხი გამოიწერეთ მერაბი ვისაც არ გყავთ გამოწერილი ალბათ ცოტა ეგეთი დაწერეთ კომენტარები
რომ მოიგებს მერაბ დვალიშვილი და მხოლოდ მაგ კომენტარებს ავარჩევ და იმად აწერეთ რომელი ბრძოლა იყო თქვენი საყვარელი მერაბის ბრძოლებიდან და რომელი მომენტი. ოკეი, საინტერესოა. რა ქვია იმას? ერთი კაციანი რა მეგრელი კაციანი და სადაც ვიყავ მოწოლილი რა კალიფორნიაში და თვითონ თხოვეს რომ წაეყვანა ისე ის დღეს აღარ რა და გამოცხადა ჩვენი მერაბ დვალიშვილი ჩვენი ერთად ავიღო თვითონ ცნობილი ტიქტოკერია ტიქტოკერი მერაბ დვალიშვილი ვლოგერი მერაბ დვალიშვილი არჩეს დახავთ ვიდეოში. კლავაც ლას-ვეგასში ვართ. დღეს აღდგომას აღნიშნავს ლას-ვეგასში სათვისტომოს წარმომადგენლები, სადაც ასევე დაპატიჟებულია რა თქმა უნდა მერაბ დვალიშვილი და მერაბის გუნდი. მე ვიცი ლას-ვეგასში აი ამ გარემოში ერთადერთი ადამიანები ჩამოდიან და ძირითადად თამაშობენ აზარტულ თამაშებს, კაზინო, როგორც არის დაწესებულება კაზინო, მაგრამ მე არ მინახავს მაგალითად ლას-ვეგასში ჩამოხვიდა და ფეხბურთი ითამაშო მაგიდის. ვატო ღვინჯელია, ნიკოშა რადრაშვილი, ირაკლი პაჭულია და ალეკო საღლიანი აი ესე თამაშობენ მოკლედ. ნახოთ როგორი დღე გამოვა დღეს ამ ბლოგში განახებთ როგორ დროს ატარებს და როგორ ცხოვრობს ლას-ვეგასში ქართველები. ყველა ჩვენი სათვისტომოს ღირსეულო ადამიანები. დღეს ჩვენ სათვისტომოში გვაქვს ძალიან დიდი ზეიმი, არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში, საქართველოში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში არის დღეს ზეიმი. მე მინდა მიკროფონთან მოვიწვიო ჩვენი მამაო არსენი, რომელიც სპეციალურად ჩამოგზავნა ფილადელფიიდან და აგვაფასა. მამაო არსენ. ქრისტიანობა. კიდევ ერთხელ გილოცა, ნამდვილად ზეიმი არის. ეს ქრისტეს წინვალი აღდგომა არის. ნამდვილად და საფარი შინათა ცხოვრების მირდიტებელი. ქრისტიანობა. ჩვენი მერაბის გამარჯვებისა იყოს მისი მრავალჟამიერი გაუმარ ჯოს! გაუმარ ჯოს! მერაბის ბრძოლას აუცილებლად და თითეული ქართველის გვერდში დგომა არის საჭირო, არა მარტო მერაბის, ყველა ვინც ბრძოლობს. მე აი ეხლა საუბრობდი ჩვენ პირად საუბარში, ვინც რა შრომითაც შეუძლია ისე წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. მერაბის შეიძლება დღეს არ აქვს სამშობლოს წინაშე ის რომ თავის სამხედრო მოვალეობას ასრულებდეს და სადღაც მიეღო, მაგრამ ის ომში არის, ბრძოლაში არის და ქართულ დროშას იქ აწევს, სადაც საჭირო არის და კიდე ერთხელ მრავალჯერ დაამტკიცებია და კიდე ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველოს არის ქვეყანა, სადაც მებრძოლები იბადებიან, სადაც ნამდვილად მხედრები იბადებიან და ერთ-ერთი მხედარი არის ჩვენი მერაბი, რომელიც იცავს ქართულ დროშას. ხოდი დღევანდელ შეკრებაზე თუ ხშირად გიწევთ ხოლმე ქართველებს შეკრება? კი, შეძლებს და გვერდ ხშირად შევიკრიბოთ ხოლმე, ძირითადად ესეთ დღესასწაულებზე ვიკრიბებით. მოხარული ვარ, რომ მრავლდებით ლას-ვეგასში. ყავს მერაბი, ჩვენი სამოყო მერაბი და ხშირად ესე ვთქვათ გვიწევს ხოლმე მასთან ურთიერთობა. ყოველი ბრძოლა, ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდეგ ვცდილობთ რომ შევიკრიბოთ, ავღნიშნოთ და ეს არის ჩვენთვის
კი, რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ მერაბის თამაშს ვუყურებთ. ჩვენი ჩემპიონია და რა თქმა უნდა, დიდი იმედები გვაქვს. კიდევ ერთხელ გვასახელებს, გაიმარჯვებს. ქრისტე აღსგა საქართველოს გილოცავთ ამ წყელვანა დღესასწაულს. მრავალს დაესწარით, ჩვენ უყოფებით ლას-ვეგასში, ქართველები. ესეთი შეკრება გვაქვს, რაც ხშირად ტარდება დღესასწაულებიდან გამომდინარე და ასევე ჩვენი ბრძოლებიდან, შედეგებიდან გამომდინარე, ასე რომ ხშირად გვიხილავთ იმედია და მინდა გამოვიყენო შანსი და მერაბ დვალიშვილს წარმატება ვუსურვო. 7 ივნის. ასევე ჩემს მეუღლეს ლევან ჩოხელს წარმატებები ვუსურვო გერმანიაში. 24 მაისს აქვს საჩემპიონო ბრძოლა და წარმატებებს ვუსურვებ. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი შედეგი დაბრუნდება ლას-ვეგასში. რა თქმა უნდა, წარმატებები ლევანს და დიდი მადლობა. ყველა ერთად ვიზეიმებ. აუცილებლად ყველა ერთად აღნიშნავთ მის გამარჯვებას და კამარს ლას-ვეგასში. აი ამირანის დინამიტი მეგობრებო, დინამიტი ამ ლაშა მესხი. ყოფილი იუთუბერი არ არსებობს. ხო, რა თქმა უნდა, ლაშა. შენი არხი როგორ არის? აი ახლა რა უთხარი შენ გამომწერებს, რომ მოვიდნენ ჩვენს კერას. ეთქებად ხალხს მიმართავ, მეგობრებო. გადადით, გამოიწერეთ ამ ადამიანის არხი. ამერიკაში ძალიან კარგ კონტენტს ქმნის, მეც მალე ხა უფრო გავაქტიურდები. ეხლა არის YouTube-ზე და შეგიძლიათ უყუროთ მის ამერიკაში. და შეგიძლიათ უყუროთ მოკლედ ამ ადამიანის ვლოგებს და ესეთ ყოველდღიურ საქმიანობას რაღაცა რა კონცეპტაც ქმნის, ძალიან მაგარია. ასევე მეგობრებო, უნდა გითხრათ ლაშა გადაერთო პროფესიონალურ სპორტში, MMA-ზე და მოუწევს რამოდენიმე ორგანიზაციაში ჩხუბი. ჩვენ უნდა დავასაპორტოთ, რა თქმა უნდა, ყველა ქართველი სპორტსმენი უნდა დავასაპორტოთ და დაუჭიროთ ხარი. ვინც ვიქნებით ამერიკაში, ნიუ-ჯერსში, ფილადელფიაში, ლას-ვეგასში და ასე შემდეგ შემოგარენში, ჩვენ თამამად შეგვიძლია შევიკრიბოთ ხოლმე. ესე პატარ-პატარა ნაბიჯებით გაიზრდებიან ჩვენი სპორტსმენების მიეცემა დიდი მუხტი და როგორც მერაბი აღნიშნავს დღეს ბევრ ქართველთან ერთად ზეიმს, ისე იქნება ლაშა შემთხვევაში და იმ ბევრი ქართველი სპორტსმენის შემთხვევაში, რომლებიც დღეს აქ არიან. ლაშა, ველოდოთ შენს წარმატებებს ნამდვილად, იმიტომ რომ შენს ვიდეოებს ვაკვირდები და მაგრად ხარ ძმაო. ზადვარ ჩხუბისთვის. დინამიტი თქვენს წინაშე მალე აფეთქდება. ნუ მოწინააღმდეგე ჩამეხსნა მოკლედ ნიუ-ჯერსში ხო ჩამოვედი ჩემი ხარჯებით ყველაფრით რა. ხო და მოწინააღმდეგე ჩამეხსნა და მითხრეს იმ დღეს რომ მივედი, რომ მოწინააღმდეგე ჩაგეხსნა, ანუ მან რაღაცას აჩალიჩერნენ სხვათა შორის, არ ვიცი იცი თუ არა. ანუ მითხრეს რომ შენი მოწინააღმდეგე გუშინ ჩაეხსნაო. და მე ხო იქ ვარ უკვე რა და კაროჩ გავგიჟდი მეთქი რა ვქნა ჩხუბი მინდა რაღაცა ავდექი დაურეკე ამ ჩემ მოწინააღმდეგეს ინსტაგრამზე ვიპოვნე დავაფოლოვე დაურეკე მეთქი სათხარ ჩხუბი მინდა გამოდი რა არა ისო მე კაი ხანია ჩავეხსენიო რაღაცა ეგრე მითხრა რა არ გითხრესო მეთქი გუშინ მითხრეს მეთქი არა გუშინ ერთი თვისი ჩავეხსენიო და გავგიჟდი მივუვარდი ამ პრომოუთერს რომ მეთქი რა ხდება ვაფშე რა და არი ნერვიულო სხვა მყავსო და სხვას ეჩხუბეო და ვიღაცა ბუგორი კაროჩე აი გაბერილი კუნთებით 3-0-ზე რეკორდით ანუ ჩემზე გამოცდილი და თურმე არის ეს პრომოუშენი ვინც არის მაგის ნეფიუ და მაგას მაძლევენ კაროჩე ამას ეჩხუბეო ეხაო რა მეთქი აი მეთქი უბრალოდ ანუ რაღაც ცოტა თან მეც დავზადნე რა ანუ ეხა ფოტო რო განახოთ რამხელა არის ეგ ტიპი მაგრამ წუწუნები რა მოკლედ რა კი ამოანაცე ოჭ ცოტა ავწუწუნდი რა მეც არ ვიტყვი რომ აბა გამოუშვით ლუბოი ცოტა ავნერვიულდი მეთქი დავფიქდი დაჟე მერაბს დაურეკე ვაჩვენი ამ ბიჭის ჩხუბები რომ აი 3 ჩხუბი აქვს და რა ვქნა მერაბმაც მითხრა თუ ჩახვედი საჩხუბრად იჩხუბე და არ წამოხვიდე ჩხუბის გარეშე რა კაცი ისე ვქენი რომ ამ ტიპთანაც დავთახდი ჩხუბს და მოვიდა ეს ტიპი რა და აი ხა ფოტოს თუ ამოანათებთ მართლა ძალიან ბუგორია მაგრამ გაბარიტებით ეხა ის არისო რა ანუ ერთი სიმაღლისები ვიყავით რაღაცა და რო დამინახა აღარო რა კაროჩეო მოდიო გადავდოთო ხო მოდი გადავდოთო და რაღაც მომავალშიო კამარზე ვიჩხუბოთ ანუ მეთქი რა კამარზე დებიუტი მაგა მე დებიუტი მაგ რა კამარი ვასპი ხო და მოკლედ არ მეჩხუბა არც ეგ ოთარი დავინახ მოდი ოთარს ვკითხოთ ქართული კერძებიდან ყველაზე მეტად რომელი არის
ხაჭაპური და ხინკალი. ანუ სუფრა ქართულია რა. ხაჭაპური დაგვხდა ხინკალია. ხინკალი არ და. ნაწყენი ხო არ მიდიხარ? არა. ისე რამდენად ხშირად გიწევს ქართული კერძების დაგემოვნება? მერაბის გადამკიდე. სულ მიწევს. ხეხლა მერაბთან ერთად ცხოვრობ და მერაბის მაინც ჭამთხოვე. ნამუნამუს ხინკლები. კი. მე სხვათა შორის გუშინ ვთქარო არ გამისინჯავს ნამუნამუს ხინკალი, მაგრამ აუცილებლად დავაგემოვნებ რა. თუ არის ისეთი კერძი, მერაბსაც ვკითხე ეს კითხვა და შენს, რომელზეც აი ერთი კერძი რო ქონდეს ასარჩევი, უნდა ჭამო. რომელი კერძი იქნებოდა ეს? აჭარული ხაჭაპური. აჭარული ხაჭაპური? პირველი ადამიანი. აი არაფერი არ უნდა ჭამოს სხვა, მხოლოდ ერთი კერძი, ეს არის აჭარული ხაჭაპური. აჭარლებო, გესმით? ოთარ ტანზილოვი ძმაო. კარგია. აი მეგობრებო. მივმართავ ადამიანებს, რესტორატორებს, ქართველებს ამ შემთხვევაში არაქართველებს, ჭირს ლას-ვეგასში ქართული სამზარეულო, ლაშა მიაგნო მარტო მხოლოდ აჭარულ სისით სომხებთან. ლაშას უყვარს ჭამა, მაგრამ და ერთხელაც ძალიან ესეთი ლეგენდა თქმულება არსებობს, ლაშა მესხი დინამიტი ძალიან მშიერი დაიარებოდა ლას-ვეგასის ქუჩებში. მან ამ შიმშილობის ჟამს მიაგნო და აღმოაჩინა სომხებთან აჭარული ხაჭაპური. ეხ გამოვკითხე ბიჭებს რა, რომელია მათი საყვარელი კერძი, ქართული. რადგან ქართული სუფრა დაგვხდა. რომელია შენი საყვარელი ქართული კერძი? ძალიან ისეთი პასუხი მაქვს მაგაზე რა. ბევრი და არა, პირიქით. ყველაფერი მიყვარს რაც გემრიელია რა და ქართული რამე მითხარი რაც გემრიელი არ არის. კარგი, მაშინ ესე დავუკრენტები. ერთი კერძის არჩევანის უფლება რო კონდეს, რომელსაც მთელი ცხოვრება შეჭამდა სხვას არაფერს. ანუ ერთი კერძი უნდა ჭამო, მაგრამ რომელი იქნება ეს? აუ, ხინკალს ალბათ. ხინკალი, მერაბიმოს ხინკალი თქვა, ხედავ შენ. ესე იგი გავშიფრეთ ეგ რა, ხინკალის ცომბი, ხორცი, სუნელები, წვენი, მრავალი. ყველაფერია. მან დავარმეს ბიჭო. სადაც სპორტსმენები მესი იქ რა. გულეთ საქართველოს ულოცავ აღდგომას და დღეს აღნიშნავთ ყველა ერთად ლას-ვეგასში ქართველები, ქართულისათვის ტომო აღდგომას, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. შევიკრიბეთ ამდენი ქართველი ბატონი ირაკლი რუსიას ხელმძღვანელობით, დიდი მადლობა ამისთვის მას. და ასე ვერთიანდებით, ნელ-ნელა ვიზრდებით ლას-ვეგასში საქართველოსათვის ტომო და ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველების გაერთიანება პირველ რიგში და ბევრი ქართველები შემოგვიმატა ვახო. და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სიხარული. ახლა რაც იმის მერე რაც მერაბი გადმოვიდა ლას-ვეგასში, სპორტსმენები ხო შემოგვიმატა. ამ სპორტსმენებს მოყვა კიდე ბევრი ქართველების გაერთიანება და დიდი მიღწევა არის ის, რომ ქართველების ერთად ყოფნა, ქართველების გაერთიანება, ქართველების სულისკვეთება უკვე დაგვეტყო და დღევანდელ დღეს აღდგომის დღესასწაულზე უკვე სადღაც 100-მდე ქართველი შევიკრიბეთ ლას-ვეგასში და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მადლობა. სამივნის გეგმავ კიდე როგორც მითხარი, კულტურულ ღონისძიებას, ეს ფოლკლორის და სიმღერის და ცეკვის, როგორც გავიგე და აი ამაზე რო გითხრათ ერთი-ორი სიტყვით, როგორი იქნება რა ღონისძიება? სამივნის გვექნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება. ჩამოდის ნიუ-იორკიდან 4 ანსამბლი ელვა, ანსამბლი ფესვები, ანსამბლი ირინა დენს აკადემია, ანსამბლი ხანძთელი მეუფეს ანსამბლი ფილადელფიიდან და სადღაც 200-მდე ბავშვი იყრის თავს. ესე იგი, პირველი დღე გვექნება დღესასწაული საკონცერტო პროგრამა, მეორე დღე გვექნება ფეხბურთის ტურნირი, რომელიც ამ ანსამბლებში უკვე ჩამოყალიბებულია ფეხბურთის გუნდები, ერთმანეთს შეეჯიბრებიან, მერე ბოლოს ხელოვანები და სპორტსმენები შევეჯიბრებით ერთმანეთს და გვაქვს ფულადი პრიზი, გვაქვს ივერიის თასი და ესეთი დიდი ქართველების გაერთიანების კიდევ ერთხელ ვცდილობთ და ვაკეთებთ ამისთვის ყველაფერს და მადლობა თქვენ, რომ ხარში გვიდგახართ, სპეციალურად ჩამოხვედით, დაგვაფასეთ და ეს ყველაფერი არის იმის საწინდარი, რომ
ხვალინდელი დღე უფრო ქართულად ვიტყვით მრავალჟამიერს, უფრო ქართულად ვადღერძელებთ ერთმანეთს და ჩვენ საქართველოს გავამარჯვებთ. მადლობა ვახო, რომ დაგვაფასე და ჩამობზარდეთ. წარმატებები მეგობრებო, ეს იყო ქართული სათვისტომო ლას-ვეგასიდან, ჩვენ ვართ Geo Production-ი და ვართ ყველგან იქ, სადაც საქართველოს ამერიკაში შეიძლება ესე იყოს და არა მარტო საქართველოს. ჩვენ ვართ ყველგან. დღეს ჩვენ ვიყავით ვეგასში. კაც მარიცის ხვალ სადამ უყოლს ამ ჩვენი კამერებით თავს მეგობრებო.